როგორ გავიგოთ მოიმატებს თუ დაიკლებს იმავეა ბილეთის ფასი, რომელიც ხედავს გვაქვს გეგმაში. ამ ვიდეოში გასწავლეთ როგორ მოგზაურობთ 16, 15 და ზოგჯერ 13 ევროდაც კი. ამისათვის ძირითადად 3 აპლიკაციას ვიყენებ. პირველი ეს გახლავთ კივი. კივი მეხმარება ზუსტი მარშრუტის შედგენასა და გადაჯდომის დროების სწორად დალაგებას. შემდეგ კი უშუალოდ გადავდივარ ავიაკომპანიის ვებგვერდზე და იქ კიდევ უფრო იაფად ყიდულობ ბილეთს. მეორე აპლიკაცია ეს გახლავთ Connect, რომელიც მეხმარება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვიყო ონლაინ და ყოველთვის უმაღლესი ხარისხის ინტერნეტით ვიყო აღჭურვილი. Connect-ს აპლიკაციის გადმოწერა და ელექტროსიმის გააქტიურება არის ზუსტად 50 წამის პროცედურა და რა თქმა უნდა არ დავიწყოთ გამოიყენოთ ჩემი პრომოკოდი, რის შემდეგაც კიდევ უფრო მეტ ფასდაკლებას მიიღებთ. მესამე აპლიკაცია ეს გახლავთ AirHint. ამ აპლიკაციის საშუალებით თქვენ გაიგებთ მოიმატებს თუ დაიკლებს იმ ბილეთის ფასი, რომლის ყიდვაც გაქვთ გეგმაში. ამიტომ ფიქრობ სანამ ბილეთს იყიდით, ღირს შეამოწმოთ მისი ფასის კლების ალბათობა. მაგალითისთვის გავხსნათ აპლიკაცია და ავირჩიოთ ქუთაისი ბარსელონას ფრენა 27 ივნისი. დავიწყოთ მოძებნა და აქ ვნახავთ, რომ დღეს მდგომარეობით ამ ბილეთის ფასი გახლავთ 118 ევრო, ხოლო ფასის კლების ალბათობა არის 85%. ეს კი დიდი ალბათობით ნიშნავს იმას, რომ ბილეთის ფასი აუცილებლად დაიკლებს. ასევე შეგვიძლია ჩავთვალოთ აპლიკაციის შეტყობინება, რომელიც მომენტალურად ბილეთის ფასის კლებისთანავე გადმოგვიგზავნის შეტყობინებას, ასე კი ნამდვილად არ გამოჩნდება ბილეთის ყველაზე დაბალი ფასი. არ დაგავიწყდეს ვიდეოს შენახვა და მასთან გაგზავნა, ვინც უახლოეს პერიოდში გეგმავს მოგზაურობას.